დილამშვიდობის საზა. თემა, რომელიც ბევრის თავის ტკივილია, დიდი ზომის ფორები, რომელიც არც ვიზუალურად არ მოსწონთ ადამიანებს და ხდება ხოლმე სხვადასხვა დამატებითი პრობლემის წყაროც, ხო, ზოგჯერ. აი, მოგვიყევით, საიდან მოდის ეს დიდი ზომის ფორები? ეს არის თანდაყოლილი თუ ეს არის არასწორი მოვლის შედეგი? კი, ძალიან ბევრი ადამიანს აწუხებს და უმეტესწილად ესეთი ადამიანები არიან სამწუხაროდ მარკეტინგის მსხვერპლი. სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტიდან გამომდინარე. პირველი დავიწყებ, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას ოქროშუალედი. ვიხმარ სიტყვა რაციონალიზმს რა, ანუ რაციონალურად თუ არ იქცევა, ძალიან მაღალი რისკია კანის ბარიერის დარღვევის, თუ კანის ბარიერი დაირღვა, ანუ იქ იწყება ისეთი პრობლემები, რომ შეიძლება საერთოდ შეუქცევადი იყოს ეს. ეს ყველა შემთხვევას განიხილავთ თუ მაინც და მაინც უმეტესწილად თუ აი ეს ოქროშუალედი არ დაიცვა. ყველა კანზე არის საუბარი, ხო ეს? ეს ოქროშუალედის. აი განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვისაც დიდი ზომის ფორები აწუხებს, ან ცხიმიანი კანი, ან აკნესკენ მიდრეკილი კანი. ამ შემთხვევაში იყენებენ ხოლმე ისეთ მარკეტინგულ საშუალებებს, ნივთიერებებს, რომელიც არის ძალიან მკვეთრად გამაღიზიანებელი კანისთვის და რაც მათ კანის ტიპს საერთოდ არ შეესაბამება. და ბარიერს არღვევს, განსაკუთრებით ქალებში, იმიტომ რომ ქალის სახის კანი არის უფრო თხელი და კაცის უფრო სქელი და ამიტომ ეს თხელი კანი უფრო ბარიერის დარღვევა, უფრო ის არის. ეხლა ხშირად გვსმენია, რომ აი ღია მაქვს ფორები, ამბობენ ადამიანები. ეს რეალურად ღია ფორები კი არ არის, პირიქით, ანუ დახშული ფორებია. ანუ დახშული ფორი გამოიყურება უფრო დიდი ზომის ფორად და ესეთი ტიპის ფორები. აი, რაღაც ფოტოზე ვხედავთ. აი, კი. ეს არის ღია ფორები, ეგრეთ წოდებული დახშული ფორები. სამედიცინო ენაზე დახშული, მაგრამ ესე ვიზუალურად ღიას ეძახიან. უპირატესად აწუხებთ ხოლმე ადამიანებს, რომლებსაც უფრო ცხიმიანი კანი აქვს, ან არასწორად იქცევა, ანუ მათი ბრალია, ასე ვთქვათ, ჭყალებში, რომ ესეთი რამე აწუხებთ. ეხლა ჩამოვთვალოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, აი ზუსტად ის ოქროშუალედი როგორ დავიცვათ და ხედავთ ჩვენი მაყურებელი ეკრანზე. პირველი, ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული არაკომედოგენური ინგრედიენტების მქონე სახის კანის მოვლის საშუალებები და როგორც წესი მათ აწერია ხოლმე ესე non-comedogenic, მაგრამ შეიძლება ეწეროს, მაგრამ კომედოგენური ინგრედიენტი შედიოდეს, ამიტომ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ნივთიერებები გადავამოწმოთ. კი ბატონო. ასევე აქ უნდა აღვნიშნოთ ასევე სამაკიაჟო საშუალებები განსაკუთრებით იმ ადამიანებში, როგორებიც ხართ თქვენ, მაგალითად, რომლებიც ხშირად იყენებთ მეიკაპს, მაკიაჟს და აი გირჩევთ, რომ მაკიაჟის არჩევისას დააკვირდით ასევე, რომ ასეთ საშუალებებს ასევე ეწეროს არაკომედოგენური, ხედავს მაყურებელი ეკრანზე, ეგრეთ წოდებული oil free უნდა იყოს, ანუ ზეთის გარეშე. ან უნდა ეწეროს, რომ არ ბლოკავს ფორებს, როგორც წესი ინგლისურად აწერია ხოლმე. და ეგრეთ წოდებული მატე ფორმულირების სამაკიაჟო საშუალება, ანუ მატე ფორმულა აწერია ეს. რას ნიშნავს? აი, ხო, ესეთი მატირების ეფექტით, ხო, ანუ არ უნდა იყოს ესე ბრჭყვიალა, ბზინავი, ასე ვთქვათ, არის ესეთი საშუალებები, რომლებიც ესეთ სამაკიაჟო საშუალებები, რომლებიც გამოყენება ამ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის. ეხლა გადავიდეთ დასაბან საშუალებებზე. შეიძლება აქვე დავაპაუზოთ 2 წამით და ვიკითხოთ თქვენ თქვით რომ შეიძლება ეწეროს არაკომედოგენური, მაგრამ ისეთი ინგრედიენტი შედიოდეს, რომელიც არის. ვეტყვით ეს ინგრედიენტი რა არის? უამრავია. მართლა. ძალიან დიდი ჩამონათვალია, ამიტომ ამის ჩამოთვლა უბრალოდ ვიფიქრე ეს 2 წამყვანი ინგრედიენტია. ძალიან ბევრია ასეთი. 5 ქულით ფასდება ხოლმე, 1, 2, 3 ქულა ქულის მქონე ინგრედიენტის გამოყენება შეიძლება, 4 5 ქულა უკვე ძლიერ კომედოგენურია და 4-5 ქულის მქონე ინგრედიენტის გამოყენება რეკომენდებული არის განსაკუთრებით თუ ჩამონათვალში პირველ ხუთეულშია. ანუ ინგრედიენტების ჩამონათვალის პირველ ხუთეულში თუ არის ესეთი ნივთიერება, ესე იგი დიდი რაოდენობით შედის და არ არის რეკომენდებული. დაბანა მინიმუმ 2 ჯერ დღეში, დილა-საღამოს, მინიმუმ არის საუბარი. აქ გახსოვთ ალბათ ძველი, ასე ვთქვათ, მითები, რომ საერთოდ არიბანდნენ სახეს და რაღაცა დაბანა ცუდიაო, ეს რა თქმა უნდა არასწორია. დაბანა არ არის მარტო წყლის შესახეზე. კი ბატონო, ისეთ ადამიანებში როგორც მაგალითად ხართ თქვენ, ანუ პროფესიული კუთხით, 2-ზე მეტჯერ დაბანაც უფრო რეკომენდებული, ანუ
მაგალითად სამსახურეობრივი იმის დასრულების მერე მაკიაჟის მალე მოშორება. დასაბანი დაბანა თბილი წყლით, არა ცხელი წყლით, იმიტომ რომ ცხელმა წყალმა შეიძლება გააღიზიანოს კანი, თბილი წყალი არის ყველაზე საუკეთესო ტემპერატურა 35 გრადუსი დაახლოებით. და მსუბუქი დასაბანის საშუალებების გამოყენება, აი სკრაბების გამოყენება და სკრაბინგი და ისეთი დასაბანის საშუალებები, რომელიც აი გრანულებით არის, აი თითქოს როდესაც წავისმოთ გრანულები, ესეთი საშუალებების გამოყენება რეკომენდებულია. მექანიკური ამქერცლავები რო არის. ой, არა და თითქოს ფიქრობენ, რომ ამ ფორებს უფრო კარგად ამოწმებს. ეს არის ზუსტად ის, რაც მე ვთქვი, რომ კანის ბარიერის დარღვევის მაღალი რისკია ესეთი საშუალებების სკრაბების გამოყენება და აწერია ხოლმე საშუალებებს, რა თქმა უნდა, დასაბანის არაკომედოგენური უნდა იყოს და აწერია gentle ნიშნავს სუბუქი, ანუ რბილი დასაბანი, რომელშიც ასევე შეიძლება შედიოდეს აი მჟავები, როგორც არის სალიცილის მჟავა, გლიკოლის ან ლაქტატის მჟავა, რომელიც სუბუქად გაწმინდავს ზუსტად ჩვენს კანს. ეხლა გადავიდეთ ასევე შემდეგ რეკომენდაციებზე, რა უნდა იქნას გათვალისწინებული. შეიძლება დაგვეხმაროს ძილის წინ, რა თქმა უნდა ძილის წინ გამოსაყენებლად რეთინოლი, ეგრეთ წოდებული, საზოგადოებაში ცნობილი, მაგრამ აი აქ უნდა გავითვალისწინოთ, ძალიან ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული, იმიტომ რომ რეთინოლი ძლიერია, შეიძლება კანის ბარიერი დააზიანოს. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორც არის პერიორალური არე, აი პირის გარშემო და პერიორბიტალური არე, ანუ თვალის გარშემო არე, ამიტომ ჩვენ ურჩევთ ხოლმე, რომ თავიდან იქნას გამოყენებული დაიწყოს კვირაში ერთხელ. და დაბალი პროცენტით. დიახ, დაბალი პროცენტულობით და ერთ-ერთი რეკომენდაცია არის, რომ აი ეს გაღიზიანება მინიმალურამდე დავიყვანოთ, რომ საღამე დაბანის შემდეგ 30 წუთი გავიდეს, ანუ ნახევარი საათი და მერე იქნას დატანებული კანს, დატანებული ძალიან და არავითარ შემთხვევაში დღე. არავითარ შემთხვევაში დღე. მზის პირდაპირ სხივები ხო მithumetes. კატეგორიულად არა და დილით რა თქმა უნდა ჩამოვანვა. თუ ჩვენ აკნეზე ვსაუბრობ და აი დიდი ზომის ფორები აკნეს შემთხვევაში გვხვდება ხოლმე, აქ რა თქმა უნდა დერმატოლოგის მიერ უნდა იქნას დანიშნული მკურნალობა აკნეს სამკურნალოდ. ანუ ეს რეკომენდაციაც აუცილებელია და არა სოციალურ ქსელში ან ინფლუენსერისგან პირობითად მიღებული რეკომენდაციით და ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს მზის დამცავის გამოყენება, იმიტომ რომ მზის ინტენსიური ცხივების ქვეშ ყოფნა და მუდმივი გარუჯვა კოლაგენისა და ელასტინის უჯრედებს მკვეთრად ურტყავს, ასე ვთქვა და ამცირებს ჩვენს კანში და ელასტინი და კოლაგენი თუ შემცირდა კანში, მტკიცე აღარ არის კანი და ეს უწყობს ხელს ზუსტად ფორების გაჩენას. ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი მოსულა ჩემთან და დიდი ზომის ფორები აქვს და დამეხმარე მეუბნება და ანუ გადარუჯულია, გარუჯული კი არა, გადარუჯულია, სოლარიუმსაც იყენებს და ასე შემდეგ. შეუძლებელია. რაღაც სადათმობაზე ყოველთვის პაციენტი უნდა წამოვიდეს, იმიტომ რომ ხო მე ხშირად ვადარებ ხოლმე მაგალითად, რომ დარეკა ვიღაცამ სახანძროში, ცეცხლია, დახმარებას ითხოვს, მეხანძრე მივიდა, რომ ჩააქროს ცეცხლი წყლით და ხედავს, რომ ეს ადამიანი დგას და ასხავს ბენზინს ან ნავთს, ხო? შეუძლებელია. მეხანძრე არის ექიმი, ეს ადამიანია პაციენტი, ხო? თუ არ შეუწყო ხელი, ანუ თუ არ დაეხმარა ეს ადამიანი ცეცხლის ჩაქრობაში, აზრი არ აქვს. ამიტომ ესეთ პაციენტს ვერ ვეხმარებით. ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოთ, რომ მზის ულტრაისფერი სხივების ქვეშ ყოფნა ინტენსიური ფორებს ადიდებს, იმიტომ რომ კოლაგენი და ელასტინი მცირდება და გამოვიყენოთ მინიმუმ SPF 30-იანი ან მაღალი უფრო მზის დამცავი ფაქტორები. ეხლა გადავიდეთ რა პროცედურები, აი პროცედურებთან მიმართებაშიც ხშირია ხოლმე და ადამიანები მიმართავენ. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ასევე არ არის რეკომენდებული ეგრეთ წოდებული ძალიან პოპულარული სახის მასაჟები. კი შეიძლება დავეთანხმო ადამიანებს, რომ ძალიან სასიამოვნოა ზოგადად მასაჟი, ხო? სასიამოვნოა. მათ შორის სახის მასაჟიც ალბათ სასიამოვნო იქნება, მე არასდროს გამიკეთებ. მაგრამ არ არის კარგი, იმიტომ რომ სახის მასაჟის დროს აი ერთი როზეთით კეთდება და მეორე ის რაც არ უნდა არაკომედოგენური ნივთიერებების შემცველი საშუალებით იქნას გაკეთებული სახეზე ესეთი მექანიკური ჩარევები, ზეწოლა, მოჭყლეტა, მოსრესა, სახის ეს ყველაფერი ზუსტად უწყობს ხელს, რომ აი ეს ქლოგს რაც არის, ეს ფორები დაიხშოს, ანუ რაც დახშობა ხელს უწყობს მე მის ვიზუალურად გადიდებას. ამიტომ ესეთი პროცედურები არ არის რეკომენდებული იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს არის სასიამოვნო, ამისგან სარგებელი ადამიანს არ ექნება.
და მეცაც ვიტყვი იმის გამო, რისთვისაც იკეთებენ, რომ თითქოს რაღაცა ნაოჭებს ან ოვალს ცვლის, ესეც რა თქმა უნდა მითია, ვერანაირად ვერ შეცვლის. მართლა? მითია თუ მასაჟი. საერთოდ არანაირ შედეგზე გამყვან რაღაცას როდესაც ვაკეთებ. ეს ხო არის ხოლმე შედეგი, როცა იკეთებენ მასაჟს, გამაკვირვებასო და ამწევს და სახეზე არა. არა, ესეც სხეულის მასაჟიც თუ ჩვენ არ ჩავთვლით გარკვეულ ტიპის მდგომარეობებს, როგორიც არის ტრავმის შემდგომი პერიოდები და ასე შემდეგ. სარეაბილიტაციოს არ გულისხმობ. სხვა კუთხით, როდესაც ესთეტიური მასაჟი არაფრის მომცემი არ არის, ანუ ეფექტურობის სარგებელი არ აქვს, რა თქმა უნდა. ჩამოაქცია უკვე. ვერ გავაქრობთ, ცელულიცაც ვერ გავაქრობთ, ვერაფერს ვერ ვიზამთ ამ კუთხით. ესთეტიური კუთხით არ არის ეფექტური. ფორების დაპატარება შეიძლება რეალურია ეს? უკვე გადიდებული ფორები? კი, აი ზუსტად ეხლა რა ასეც საუბრობთ, ჩვენ ამითი ხელს შევუწყობთ, რომ ფორები იქნას დაპატარავდნენ. და მე მეგონა პირიქით კიდე უფრო არ გასდილიყო ამ გზას ვეტეკით. ეს იგი დაპატარავების გზას არსებობს. და ეს არის რეკომენდაცია, ნაზად მოვეპრათ კანს, ანუ ეს ოქროშუალედი დავიცვათ და ეხლა გადავიდეთ უკვე პროცედურებზე. რომელ პროცედურებსაც ხშირად მიმართავენ ხოლმე. რა შეიძლება გაკეთდეს დიდი ზომის ფორების დროს და რა შეიძლება გაკეთდეს ანუ აკნეს შემდგომ, პოსტ-აკნე მდგომარეობების დროს, როგორც არის ნაწიბურები, ლაქები და ასე შემდეგ. პირველი აი ხედავს მაყურებელი, ეს არის ეგრეთ წოდებული ლაზერული პროცედურები, აბლაციური და არააბლაციური ლაზერები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არის ეგრეთ წოდებული CO2, ანუ CO2 ლაზერული აბლაცია, რომელსაც რა თქმა უნდა ვაკეთებთ კოსმეტოლოგიურ კაბინეტში, გამოცდილი დერმატოკოსმეტოლოგის მიერ. მეორე ეს არის ზედაპირული საშუალო ან ღრმა ფილინგები, აქაც ოქროშუალედი უნდა იქნას დაცული, თუ ზედმეტი მოუვიდა ადამიან შეიძლება პირიქით სარგებელი არ მივიღოთ და უფრო პრობლემები დაგვეწყოს. ეგრეთ წოდებული skin booster-ები, ანუ კანის ბუსტერები, რომლის დროსაც ეს არის ინექციურია უკვე, კანის ზედაპირულ შრეებში შეყავთ. ეგრეთ წოდებული შემავსებლები, რომელშიც შედის ჰიალურონის ბჟავა ყველაზე ხშირად, ეს გამოიყენება როგორც ნაწიბურების სამკურნალოდ, ასევე შესაძლებელია ფორებისთვისაც. ეგრეთ წოდებული პოლილაქტატის მჟავა, ეგრეთ წოდებული PLL-ის ინექციები, ესეც გამოიყენება, ესეც შემავსებელია, ანუ ეგრეთ წოდებული ფილერი. ესეც გამოიყენება ნაწიბურების და აი კანის სიმტკიცის გაუმჯობესების მიზნით. ეგრეთ წოდებული TCA cross-ი, ეს არის ტრიხლორ ძმარმჟავას ასე დაწვეთება ხდება ნაწიბურებზე და ნაწიბურების სამკურნალოდ გამოიყენება. მიკროდერმაბრაზია, რომელიც ტრავმული პროცედურა, როდის აპარატით ხდება ესე აშრევება კანის, ტრავმულია ძალიან და ეგრეთ წოდებული ლაზერები, PDL-ი და IPL-ი, ეს პროცედურები დაგვეხმარება ფორებისა და პოსტ-აკნე, ანუ აკნეს შემდგომი ძირითადად დამწრობი და როგორც დააკვირდით ალბათ მიხვდებით, რომ ძირითადად ეს პროცედურები თუ ინექციებს არ ჩავთვლით, ყველა მათგანი მიმართულია ზუსტად აი კანის აშრევებაზე. კი ბატონო. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ აუცილებელია კვალიფიციურმა დერმატოლოგმა გვირჩიოს ეს, დავიცვათ ოქროშუალედი და ერთი დამავიწყდა კიდე აი ეს გრძელი რუტინა სახისმოვლის საშუალებების ერთად გამოყენება, აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ აქ არის ძალიან მაღალი რისკი ზუსტად კანის ბარიერის დარღვევის. გრძელი ანუ მრავალსაფეხურიანი, როდესაც ადამიანი ძალიან მონდომებულია და მოკლე ვადაში უნდა რომ მიიღოს შედეგი და ყველაფერს ერთად იყენებს, მაგალითად რეტინოლს იყენებს, ამასთან ერთად C ვიტამინს იყენებს, ამასთან ერთად იყენებს მაგალითად მჟავებს. დილა საღამოს არა ზაზა? რეტინოლი, C ვიტამინი. ზოგადად გათენდა დაღამდა. C ვიტამინის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ მისი აი ეს ძალიან ისეთი თემა არის, რომელიც ცალკე მას მოითხოვს, ბევრი გვერდითი ეფექტები აქვს ამ ნივთიერებას, შესაბამისად მე რეკომენდაციას არ უწევ ხოლმე. ნუ რეტინოლზე რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრეთ. და ხო, როგორც აღნიშნა, ეს გრძელსაფეხურიანი რუტინა, როდესაც აი ბევრ რაღაცებს იყენებენ, ეს არის ძალიან მაღალი რისკი და ასეთი პაციენტები უამრავია, რომ კანის ბარიერი ირღვევა. თუ კანის ბარიერი დაირღვა,
მისი გამოსწორება არის ძალიან რთული, ურთულესი. უფრო გრძელი გზაა. ეს მაინტერესებს ზაზა. როგორ ვლინდება, როგორ ხდება ადამიანი, რომ კანის ბარიერი დაერღვა? ან სადღაც იქითკენ აქვს უკვე გეზი აღებული. არაკეთებს როგორც უნდა აკეთოს. ძირითადი სიმპტომები არის ნებისმიერი საშუალების გამოყენებაზე, მათ შორის შეიძლება წყლის მიკარებაზეც კანზე ეწყება გაწითლება კანის ან წვა, ეწყება გამონაყარი, განსაკუთრებით დამახასიათებელი არის ხოლმე გამონაყარი იწყება განსაკუთრებით ქალებში პერიორალურად, აი პირის გარშემო ან ცხვირთან, შემდეგ შეიძლება ეს ავიდეს პერიორბიტალურად თვალებზე, ან პირიქით დაიწყოს თვალებზე და მერე ჩამოვიდეს ქვევით. ანუ წვა, ქავილი, უფრო წვა, ქავილი, სიწითლე, კანის გაწითლება, გამონაყარი, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, ეს არის ნიშნები, სიმპტომები, აი კანის ბარიერის შრატებს აქვს, მე შედეგად ეს რა ის შრატს რო წავისვამ, რაღაც კონკრეტულ შრატზე ვწითლდები და მე მომწონს ეს გონია რომ კარგად მოქმედებს. ანუ არ არის კარგი. თუ ჩვენ რაღაცა კანის ბარიერის დარღვევას რო თავი დავანებოთ, თუ რაღაცა პროდუქტს ვიყენებთ, თუ მკურნალობაზე არ იმყოფება ადამიანი, უბრალოდ არაფერი არ აწუხებს და რაღაცა პროდუქტს იყენებს და ამ პროდუქტის გამოყენების შემდგომ ეწყება წვა, სიწითლე, ეს ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი უნდა ამოვიღოთ. დედა. რაც საინტერესოა, ზაზა, ძალიან მომწონს ესე კანის ტიპის მიხედვით პრობლემებზე საუბარი და გამოსავალზე და რაღაცნაირად ვისურვებდი, რომ ყველა კანის ტიპს მიეცვლას, ესეთ მე რადგან 4 შაბათობით იშვიათად თუ არ მემთხვევა. ეს გეზია იღეთ? პრინციპში ეს რეკომენდაციები რაც ჩამოთვალეთ, ყველა კანის ტიპს ერგება, ანუ რაციონალური მიდგომა არის ყველაზე მთავარი ყველა კანის ტიპზე. კი, ნივთიერებებს და მოვლის საშუალებებს სხვადასხვანაირად ვარჩევთ, ერთ სხვა სჭირდება, მეორე სხვა, მაგრამ აი ეს რაციონალური და ოქროშუალედის დაჭერა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც პროცედურების შემთხვევაში, ასევე მოვლის საშუალებების არჩევის. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ზაზა. ძალიან საინტერესო იყო, მე მგონი ამომწურავად ვისაუბრეთ ხორებიანი კანის და აკნეს შემდგომი პრობლემის შესახებ.